გამარჯობათ. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ წელს ლაბორატორიულ მომსახურებაზე ჩვენს კლინიკებში, საერთოდ საქართველოს კლინიკებში ფასების ზრდა დაიწყო და ისევ მიმდინარეობს. და მომავალშიც როგორც ჩანს ეს ზრდა ფასებისა არ გაჩერდება. ყოველ შემთხვევაში 2030 წლამდე ალბათ. რამდენი პროცენტი იქნება ეს ფასების ზრდა? ამის პროგნოზირებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ, თქვათ, ველაკაკული არა ვარ, მაგრამ ის რომ ეს ზრდა მოხდება, ეს უკვე ხდება და თუ რაიმე არის გამონაკლისი, რომ ფასები ჯერ არ გაზრდილა, შეატყობდით რომ თქვათ აქციები სხვადასხვა კლინიკაში გაიშვიათ და ბევრგან პრაქტიკულად აღარ სტარდება ფასდაკლების აქციებზეა საუბარი. ლაბორატორიული მომსახურების გაძვირებაზე მოქმედებს ორი მიზეზი, აქედან ერთი სპეციფიურია და მხოლოდ ამ კატეგორიის მომსახურებაზე მოქმედებს, ხოლო მეორე გახლავთ საერთოდ აჩქარებული ინფლაცია. ეხლა რა შეასაქმე? აქ არაფერ შუაშია აი პირველ მიზეზში, თქვათ ჩვენი კლინიკები, ან ჩვენი მთავრობა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ევროპაში, საიდანაც შემოდის დიაგნოსტიკუმების აბსოლუტური უმრავლესობა, ხდება IVDR სტანდარტზე გადასვლა. შესაბამისად კვეთრად გართულდა CA სერტიფიკატის მოპოვების პროცედურა, გახდა ბევრად უფრო ბიუროკრატიული, ბევრად უფრო მეტი ქაღალდია შესავსები. ამ დროს სასერტიფიკაციო ორგანოების შემცირება მოხდა ევროპაში, 36 სასერტიფიკაციო ორგანო, რომელზეც CA-ს გაცემა შეეძლო, დატოვეს მხოლოდ 9, გაჩნდა რიგები ამ სასერტიფიკაციო ორგანოებში. და ასე ვთქვათ, ყველა დიაგნოსტიკუმის გადაყვანა ახალ CA-ზე ხდება ნელ-ნელა. და მოხდა ისე, რომ უკვე ბიუროკრატიულმა ხარჯებმა გადააჭარბა ტესტ სისტემების წარმოების ხარჯებს. გარდა ამისა, რუსეთიც იყო გარკვეულწილად ჩართული ამ დიაგნოსტიკუმების წარმოებაში, ზოგიერთ ნივთიერებას და თქვათ, დიაგნოსტიკუმის ნაწილს რუსეთი ამზადებდა. რუსეთი გამოითიშა სანქციების გამო, ეს სრულიად ობიექტური მიზეზია, მაგრამ შესაბამისად ის კომპონენტები, რასაც რუსეთი ამზადებდა, ასევე გაძვირდა, რადგან მისი წარმოება გადავიდა სხვა ქვეყანაში. ეს პროცესი უნდა 22 წელში დაწყებულიყო, მაგრამ კოვიდის გამო შეჩერებული იქნა და ეხლა დაიწყო, შეიძლება ითქვას, და 2030 წლამდე გაგრძელდება. ეს არის, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიის ზრდის გამო ფასების მკვეთრი მატება. ამ დროს დარწმუნებული ვარ, ევროპული დიაგნოსტიკუმები საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო ისედაც, არავითარი გავლენა არ ექნება ზედმეტი ქაღალდების შევსებას ტესტ სისტემის ხარისხზე. თუ თქვათ ადრე მარტო ტესტ სისტემა როგორც მთლიანი ერთიანი უნდა სერტიფიცირებულიყო, ეხლა მის ცალკეულ კომპონენტებს თქვათ ტესტ სისტემაში არის 5 სხვადასხვა ბოთლი, თითოეულ ამ ბოთლში მყოფ ნივთიერებას სჭირდება ცალკე სერტიფიკატი და ამ შემდეგ, ასე ვთქვათ, წერა-კითხვა არის გაძლიერებული მკვეთრად. შესაბამისად ფასებმა მოიმატა, ზოგ ტესტ სისტემაზე 15%, ზოგზე 100% არის ზრდა. ჩემო ბატონო, მაგრამ ზრდა არის აბსოლუტურად ყველგან და ეს პროცესი სადღაც 2030 წლისათვის უნდა დამთავრდეს, მაშინ ყველა ტესტ სისტემაზე ფასი გაირკვევა და შესაბამისად ანალიზების ფასაც ეს სერიოზულად დაეტყობა.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამაზე ახდენს გავლენას, ეს საყოველთაო გახლავთ, ეს არის საერთო ინფლაციის დაჩქარებული ზრდა, რომელიც გამოწვეულია ომით და სამხედრო წარმოების ზრდით. მაგრამ ეს ფაქტორი ისეთი ფაქტორია, რაც ყველაფერზე გავლენას ახდენს და ყველაფრის ფასები იზრდება. ეხლა სამხედრო მრეწველობაში ევროპაში გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დასაქმდა და მათ მაღალ ხელფასებს შეიძლება ითქვას დასაქმება სჭირდება. ეს კი ფასებს ზრდის ჩვეულებრივ სამოქალაქო პროდუქციაზე და შესაბამისად ხდება ინფლაცია იგივე დოლარის და იგივე ევროს ინფლაცია მიდის გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე აქამდე მიდიოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკუმებზეც ახდენს გავლენას და მგელმა ათხას პრინციპით მერე ახდენს გავლენას ლაბორატორიულ მომსახურებაზე. ასე რომ ლაბორატორიულ მომსახურებაზე ფასების ზრდა ეს არის გლობალური მოვლენა. ამ შემთხვევაში ეხლა საქართველოში კიდე სხვა სუბიექტური მიზეზებიც ემატება, როგორიც არის, მენეჯმენტის ოინები, რბილად რომ ვთქვათ, კონკრეტული კლინიკების. მაგრამ ეს ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია აი ამ ორი ობიექტური მიზეზით. პირველი ვიმეორებ, ესე იგი IVDR სტანდარტზე გადასვლა და CA სერტიფიცირების გართულება და მეორე საერთო ინფლაცია. შეიძლება ითქვას, რომ ვერ დაგაყენეთ მაინც და მაინც კარგ ხასიათზე, მაგრამ ეს არის ობიექტური რეალობა ამ შემთხვევაში. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.